სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ სახარებიდან ამოვიკითხეთ. უფალი ამბობს, რომ თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათო, რა არისო თქვენი მადლიო? განაუცოდვილებიცო თავის მოყვარებს არ ყვარობენო? თუ სიკეთეს მხოლოდ მათ გაუკეთებთო, ვინც თქვენი კეთილის ყოფილიაო, მაშინ რა არისო მადლიო? წარმართებით ასე არ იქცევიანო? ქრისტიანობამ სხვა უფრო მაღალი გაგება მოიტანა, ესე იგი ადამიანთა შორის ურთიერთობისა. არა მხოლოდ ის, რომ თუ დაუშვათ ვიღაცა შენს მიმართ კეთილად განწყობილია, მხოლოდ მის მიმართ იყო კეთილად განწყობილი. ახლა მაგალითად სახლში ღუმელი რომ ანთია, იქ ახლა კეთილი ადამიანი შევართო ბოროტი, ისიც ერთნაირად მოხდენს იმ სითბოს, არა? მათ ხო არის მზესთან დაკავშირებით ამბობს, რომ მზეო კეთილი კაცის ყანასაც მიანათებს და სხივებს მიჰქენს და წვიმაც რომ მოდის კეთილი კაცისა და ბოროტი კაცი ერთნაირად ირწყვება. ამიტომ თქვენ იყავითო მოწყალე, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათა მოწყალე არსა. ესე იგი ადამიანი, რომელიც მხოლოდ მის მიმართ არის კეთილგანწყობილი, ვინც მას სიკეთეს უკეთეს, მას ჯერ ქრისტიანობა არ დაუწყია. ეს დასკვნა შეიძლება აქედან გამოვიტანოთ, იმიტომ რომ ქრისტე ჩვენთვის ჯვარზე მოკვდა მაშინ, როდესაც ჩვენ მას ჯვარს ვაცამდით. როდესაც ჩვენ მტრულად ვექცეოდით, მაშინ ჩვენთვის კვდებოდა ჯვარს. და ქრისტიანობა სწორედ ეგ არის, რომ იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენს მიმართ არ არის კეთილგანწყობილი, გამოიჩინო სიყვარული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ეს არის მწვერვალი. მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ ამას დღეს ვერ შევძლებთ, ან ხალ შევძლებთ, მაგრამ მე ვამბობ იმას, რასაც სახარება ამბობს, უბრალოდ მე უბრალოდ ის სახარებისეული სიტყვები მომაქვს, რომ ჩვენი ორიენტირი აქეთ უნდა იყოს. არა იმისგან, რომ ვინც თუდად გვექცევა, მას უბოროტოთ და პირიქით სამაგიერო გადავუხადოთ. არამედ იმისგან, რომ ჩვენ მისი არასწორი განწყობა, არასწორი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ შევცვალოთ ჩვენი მხრიდან გამოჩენილი სიყვარულით. და ესეთი არაერთი შემთხვევა მომხდარა. როდესაც ერთი ადამიანი, ახლა ვთქვათ, გამახსენდა პატრიარქი ეფრემის ცხოვრებიდან. პატრიარქი ეფრემი ციმბირში გადაასახლეს. და გაუსაძლის პირობებში მოუწია მას ყოფნა. ერთ-ერთი თუ არა ვცდები, ეროვნებით ებრაელი ზედამხედველი იყო მის საკანში და ის პირდაპირ პირდებოდა, რომ ესე იგი ცოცხალს არ გაგიშვებ აქედან. და იმ სიცივეში გაყინულ ბეტონზე წყალს უსხამდა, რომ იქ უნდა დაეძინა. და ამას ერთი ანაფორის მეტი არაფერი არ ჰქონდა, რომ იქ გაეფინა და იმაზე დაეძინა. წარმოიდგინეთ, და ესეთ პირობებში ღვთისმადლით ის გადარჩა და შემდგომ ცოცხალი დაბრუნდა და კვლავ გააგრძელა საქართველოს პატრიარქობა. და მოხდა ისე, რომ ეს ზედამხედველი სხვაგან გადაიყვანეს, სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. მოხდა შემდეგ ისე, როგორც არაერთხელ მომხდარა, რომ რასაც დასცეს, იმას მოიმკი, ისიც დააპატიმრეს რაღაცის გამო. ის ალბათ იმის გამო, რომ რაღაცა ვერ გააკეთა სწორად. და პატრიარქი იმის გამო, რომ ეს ერთგული იყო თავისი სამშობლოსი და თავისი ეკლესიისა. მაშინ ესეთი პერიოდი იყო. შემოიყვანეს და რომ დააპატიმრეს, შემოიყვანეს ამის საკანში, სადაც პატრიარქი ეფრემი იყო. და იქ ახლა მრავალი ადამიანი ყავდა მას გადამტერებული. ისე რომ შეიძლება იმისთვის ბევრი სიბოროტე შეემთხვიათ. მაგრამ და არც საწოლი არ ჰქონდა არაფერი. და პატრიარქმა ეფრემმა თავისი ადგილი დაუთმო.
წარმოიდგინეთ, ადამიანს, რომელიც მისთვის სიკვდილის მეც არაფერს არ გაიმეტებდა, ასეთი რაღაც გააკეთა. და შემდგომ პატრიარქი ამბობს და ეხლა უფრო მეტად შეეძინება აი ამ ამბის ცოდნის შემდეგ პატრიარქი ეფრემის სიტყვებს მნიშვნელობა და უფრო ღრმად შეიძლება ადამიანმა გაიგოს, რომ ორიდანო თუ ერთი ჭკვიანიაო, იქ ჯგუფი არ მოხდება. ორიდან. აი ამ ორიდან ერთი ის ზედამხედველი, მეორე პატრიარქი. და ეშმაკის იქ ადგილი აღარ რჩება. სადაც ესეთი მიდგომა ერთი ადამიანისა მეორის მიმართ. სადაც ერთი ავნებს და მეორე საპირწონეთ რაღაცას ფიქრობს, რომ მეც იგივე გავუკეთო. იქ ეშმაკია ზუსტად ჩაბუდებული. მაგრამ სადაც იმ ორიდან ერთი მაინც გამოიჩენს სიმდაბლეს და სიყვარულს, მოთმინებას, იქ ეშმაკს უბრალოდ ადგილი არ რჩება. აი ამ მეორის სიმდაბლის გამო არ რჩება იქ ადგილი. იმიტომ რომ უფალი ამბობს, მოციქული ამბობს, რომ მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, რომ ღმერთიო არავის არსად არ უნახავსო, ხორციელი თვალებით ცხადია. მაგრამ თუ ორ ადამიანს შორის სიყვარული არისო, ღმერთი არის მათ შორისო და მისი სიყვარული მათ შორის არის აღსრულებული. და პირიქით ამბობს, თუ ადამიანი მეორე ადამიანის მიმართ თავისი ძმის მიმართ სიძულვილით არის გაწყობილი, ეს კაცის მკვლელი არის. და აი მათ შორის სწორედ არის ეშმაკი. და ჩვენ ურთიერთობებს რო შევხედავთ, ნახავთ, რომ აი როგორ აგრძელებს მოცხوارი, რომ თუ მხოლოდ იმ ადამიანებს ასეცხებთო, ვისგანაც კვალად ელით რომ დაგიბრუნებთ, მაშინ რა არისო თქვენი მადლია? იმიტომ რომ აქ ღვთის იმედი არ ჩანს. აქ ჩვენი როგორც ქრისტიანის ესე იგი მაღალი წოდება და დამოკიდებულებებში ესე იგი განხორციელებული ჩვენი მსოფლმხედველობა არ ჩანს არაფერში. იმიტომ რომ თუ გწამს რომ ღმერთი არის და იმ გაჭირებულს შენი თავი ჭირდება. ოღონდ იმას მართლაც ვისაც უჭირს. თორემ პირველი საუკუნის საეკლესიო ძეგლი ასეთი დიდაქ ექვია. 12 მოციქულის მოძღვრება. იქ წერია ასეთი სიტყვები. შენმა მოწყალებამო ოფლი გამოიღოსო შენს ხელშიო სანამ გასცემ. ისე კი არა ხელაღებით გასცემ, მარტო იმიტომ რომ მოწყალება ვაკეთო. უნდა დაფიქრდე ვის აძლევ, რამდენს აძლევ, რისთვის აძლევ. ამაზეც უნდა დაფიქრდე. თუ გინდა რომ ღვთისათნოდ გააკეთო, ეს მოციქულის სიტყვები, რომ ოფლი გამოიღოს შენს ხელში, ვიდრე ამას გასცემ. ოფლი გამოიღოს ნიშნავს, რომ შეწუხდე და დაფიქრდე. რისთვის აკეთებ ამას? მაგრამ თუ იცი რომ ახლა ჭირდება, მაგრამ თუ ისიც იცი რომ მან შეიძლება ვერ დაგიბრუნოს და ამის გამო არ მისცემ, მაშინ ეს უკვე ქრისტიანული საქციელი აღარ გამოდის. გამოდას ამოციქულოს ჩვენ ამოვიკითხეთ, რომ მომცავართ მზაობარ, თუნდაც სიკეთეც აკეთო, თუნდაც სიყვარულით მოექცე. ნუ იქნები მზაობარი, ნუ გადაამეტებ შენ თავს სხვებს. მომცავართ მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე, ანუ შურით ნუ შეხედა. უკვე თუ რომელიმე ძმაო ცოდვაში ჩავარდესო, თქვენ სულიერთა მაგათ დაამტკიცეთ ეგევით არის იგი, სულით ამით მშვიდობისათა. ანუ თუ რომელიმე ძმა რაღაცა შეეშალოს, უნდა მიხვიდე და მშვიდად უნდა უთხრა და ამხილო. სიყვარულით. ხილება ის არის, სადაც სიყვარულით არის ნათქვამი. ხილება არ არის საჯარით რომ ადამიანს მიახლი რაღაცას. ეგ უსიყვარულობა. არც ის არ არის მხილება რომ ზოგს უკან ილაპარაკებ რაღაცას. და სამწუხაროდ აი ეს დამოკიდებულება სენივით არის მოდებული ესე იგი აი. ზოგს უკან რაღაცას ვლაპარაკობ, ამან ეს გააკეთა, იმან ის გააკეთა და არის მთელი ამბავი ესე იგი. მაგრამ მორწმუნე ადამიანი, მორწმუნეს ვამბობ ამ სიტყვის სრული გაგებით. არა მხოლოდ იმას, ვინც პირჯვის გადაწერა ისწავლა მარტო და სანთლისანთება. აი მორწმუნე არის ის, ვინც ქრისტეს გზაზე მიდის.
ვინც მინდა მამათან ნაწერებით და ცხოვრების მიხედვით ხელმძღვანელობს, ვინც სახარებისეული ცნებებით ცდილობს იცხოვროს. ესეთი ადამიანი არ დაიწყებს ზოგს უკან ლაპარაკს, რადგან იცის, რომ თუ ვინმემ რამე დააშავა, მის მიმართ მით უმეტეს უნდა მივიდეს და პირადად უნდა უთხრას, თუ რამე აწუხებს. დაუშვათ ვიღაც არის და ჩვენ რაღაცის გამო შეწუხებული ვყავართ. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ დაიმარტო ხელო და მარტო უთხრა. მარტო უთხრა, რომ შენ ამის გამო წუხდები. მაგალითად იყო ბერების ცხოვრებაში ასეთი რამ. ხელსაბანში აი წყალი რო ისხმება ხოლმე, ხო, არის ხელსაბანი მონასტერში ჰქონდა და ერთ-ერთი მორჩილი წინასწარ გაიმზადებდა ხოლმე ამას, როგორც ჩანს მოწესრიგებული იყო და გაიმზადებდა ხოლმე და სხვა მივიდოდა და ამას დაცლიდა ხოლმე. და თვითონ აღარ ზრუნავდა რა ის შეერს. და ის მოძღვარს ეუბნება, მაგრამ მოძღვარს ეუბნება არა იმის გამო, რომ სხვები გააკრიტიკოს და იქ რაღაცა ამ წინამძღვარ სხვების მიმართ, ესე იგი ცუდი განწყობა შეუქმნას, ცუდი შეხედულება. არამედ უბრალოდ თვითონ ვეღარ ითმენდა რაღაცას და საწასულიყო. არავისთან არ დაუწყია საუბარი, უბრალოდ მოძღვართან მივიდა და უთხრა ასეთი და ასეთი რაღაცა მომდის და ვეღარ ვითმენ ამას. იმ ძმისთვისაც არაფერი არ უთქვამს, ვინც ამას აფუჭებდა. და წინამძღვარმა უთხრა, რომ მიდი და დაელაპარაკე და უთხარი, რომ შენ ამითი მე განსაცდელს მიქმნიო. და მართლაც ეს მივიდა მშვიდად დაელაპარაკა და იმის მერე შეწყდა ეს ამბავი. ეხლა რომ მას დაეწყო მონასტრის სხვა ძმებთან რისასი აკეთებს ის, ან რისხანებით მისულიყო. ეშმაკი იქ დარჩებოდა და არასადაც არ წავიდოდა. მაგრამ სადაც სიყვარულით მივიდა და უთხრა მისი შეწუხების შესახებ, ის შეიძლება ვერ წუხდებოდა ამას, რამხელა განსაცდელს უქმნიდა. და როდესაც აუხსნეს, მერე ყველაფერი დაალაგდა. ამიტომ აი როდესაც ჩვენ ვინმეს მხრიდან რაღაცას განვიცდით იმას, რომ რაღაცა გვაწუხებს, პირველი ნაბიჯი ის უნდა იყოს, რომ მარტო დაჯდე მასთან ერთად და აუხსნა, რომ ეს მისი ეს აქციელი შენთვის რამდენად შემაწუხებელი. ეს არის პირველი კეთილგონივრული და სახარებისეული ნაბიჯი. თუ არ გაიგებსო ამას, მაშინ 2-3 ადამიანი მიიყოლეო. 2-3 ადამიანი, ვისაც ისიც რო იცნობს, შენც რო იცნობ, მეგობრობთ და მათთან ერთად უთხარიო. შემდგომი სახარებისეული ნაბიჯი ეს არის. და შემდგომ კრებულს უთხარიოთ, იმათიც არ გაიგო. და თუ კრებულისაც არ გაიგო, მაშინ ეგეთ ადამიანთან ურთიერთობას აზრი არ აქვს. არა, ყველასთან უნდა ეცადოს კაცი რომ მშვიდობა ჰქონდეს, მაგრამ აი სახარებისეული სწავლება სამსო ყველასთან შეიძლება მშვიდობა ვერ ჰქონდეს. თუმცა იმით რომ ყველასთან მშვიდობა ვერ მექნებაო, არ უნდა თქვა რომ რაცაზე ილაპარაკო, სახარებისეულად მიუდგე უნდა. და მერე შეხედავ იქნება მშვიდობა თუ არა. პირველივე ჯერზე თუ ჩვენ ერთმანეთის ზურგს უკან რაღაცების ლაპარაკს დავიწყებთ, იქ მშვიდობა ნამდვილად არ იქნება. თან მით უმეტეს, ჩვენ როდესაც ამა თუ იმ ადამიანის შესახებ ლაპარაკობთ, დავაკვირდეთ, ჩვენ ვართ სულ მართალი. და ის ვიზეც საუბრობთ, ის არის მტყუანი. და ვინ იცის, ისიც ისე დგას და შენზე ასე ლაპარაკობს. და ისიც მართალია თავის ფიქრებში. მართალი კი ერთადერთი არის უფალი. დანარჩენი თითოეულმა შესწოდა და გარდახდა ღვთისმცნებას. და იმ უსიამოვნების ჟამსაც არ არსებობს ერთი ცამდე მართალი და მეორე ბოლომდე მტყუანი. იქაც ყველამ თავისი დოზით შესწოდა. ამიტომ იმ ორს შორის თუ ერთი მაინც კეთილგონიერი აღმოჩნდება, როგორც პატრიარქი ეფრემი ამბობდა, იქ მშვიდობა იქნება. იქ დაიმდაბლებს თავს ადამიანი, თვითონ ითხოვს შენდობას, სხვასაც გაუადვილებს შენდობის თხოვნას და იქნება მშვიდობა. სხვა შემთხვევაში მშვიდობა არ იქნება. იმიტომაც ამბობს, თუ ვინმე ძმა ჩავარდეს სოდაში, თქვენ სულიერთა მაგათ განამტკიცეთ იგი სულით ამით მშვიდობისათვის. და მერე ამბობს, და ეკძალე თავსა შენსა, ნუ უკვე შენსა განიცადო. და გაუფრთხილდი შენს თავს,
რომ შენც არ გამოიცადო იგივე რაღაცით. რასიც სოდვაში ჩავარდა და შენ ამის გამო თუ ამხილე თუ ის გამოსწორდა თუ განიკითხე თუ რაც ფრთხილად იყავი, შენც არ ჩავარდა იმავე სოდვაში, რადგან ესეც უფლის სიტყვებია, რომ რომლითა განკითხვით და განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ. აი ვიღაცა განიკითხე დაუშვათ, აი მაგალითად მრისხანების გამო, რომ აი როგორ მრისხანებაში ჩავარდა და განიკითხავ ამას. არ არსებობს, რომ შენც იგივე არ დაგემართოს. ან სიტყვით, ან საქმით, ან ფიქრით, რომ არ დაგემართოს, ეს შეუძლებელია. აი, იმიტომ რომ ეს უფლის სიტყვებია და იქ წერია, რომ უფლის სიტყვა არ არსებობს, რომ არ შესრულდეს. ნებისმიერი ცოდვის გამო, რის გამო ჩვენ სხვას განვიკითხავთ, რაღაცა ფორმით მოგიწევს, რომ იმ ცოდვაში ჩავარდე და იმ ცოდვის გამო განიკითხო თავად. ამიტომ გვეუბნება მოციქული პავლე, რომ შენ რომელიც სხვას განიკითხავ და შენ იგივე ცოდვაში ვარდები, განა შენ თავად არ ხარ შენი თავის დამსჯელი. და რა პასუხს მისცემ ღმერთს იმ ცოდვების გამო, რის გამო სხვას აკრიტიკებდი და შენ იგივე საკეთებ. და პატრიარქის სიტყვებს გაგახსენებთ, უფრო ადვილია დაინახო ცოდვა სხვაში, ვიდრე საკუთარ თავში. სხვაში რომ ხედავ ადამიანი ცოდვას, უნდა დაფიქრდე, რატო ხედავ, რატო ვამჩნევ. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ორი ადამიანი ლაპარაკობს, ორი უცხოელი ადამიანი ლაპარაკობს. შენ თუ გამოიცანი რა ენაზე ლაპარაკობენ, ხო ნიშნავს, რომ შენს იმენისა რაღაცა გაგიგება. ეგრე არ არის? ორი ჩინურად რო ლაპარაკობდეს, მე რას გავიგებ რა ენაზე ლაპარაკობენ და თუ გავიგე, ესე იგი ცოტა ჩინური მე ვცოდნი. ვიღაც არაბულად, ვიღაც ესპანურად. ორი რომ ერთი რაღაცა ცოდვაში ვარდება, მე თუ მას ესე იგი შევამჩნიე რომ ამ ცოდვაშია. ესე იგი რაღაცა დოზით ის ჩემშიც არის. სხვანაირად შეიძლება ვერ მივხვდა, ვიღაცა მეორე ადამიანს მზაკრულად ელაპარაკება. მე როგორ შევატყობ, რომ ის მზაკრულად ელაპარაკება, თუ ჩემში ეს არ არსებობს. თუ ადამიანი იმდენად სუფთაა, რომ მზაკრობა არასოდეს თავში არ გაუვლია, როგორ შეამჩნევს რა არის? თუ ადამიანს თაფლი არ უჭამია, თაფლის გემო როგორ ეწოდინება? არ ეწოდინება. ამიტომ რატო ამბობ, როდესაც ხის ცოდვა შევამჩნევთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ იქნებ ჩვენშიც არის ის ცოდვა. და აღმოვაჩენთ, რომ რაღაცა დოზით ჩვენშიც არის. და სატირალი საკუთარი თავი აქვს მე ადამიანს და არა სხვები. შერვაი ჩვენ ქრისტიანული ცხოვრება არ უნდა შემოვფარგლოთ მარტო იმით, რომ ილოცოს ადამიანმა მართვა შეინახოს. ამ ყველაფრის შედეგი ის უნდა იყოს, რომ ადამიანი ქრისტეს გზაზე მიდიოდეს და ჩვენ ვკითხოთ საკუთარ თავს, რომ მე რამდენად ვცხოვრობ სახარებისეული ცნებების მიხედვით და ადამიანი, ესე იგი, სულ უნდა ფიქრობდეს თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ აი ამ სიტუაციაში ახლა ქრისტე როგორ მოიქცეოდა. როგორ დაგვარია, რას გვეტყოდა ამის შესახებ, აი რაღაცა გადაწყვეტილება მივიღე, ესე უნდა მოიქცე. რას მეტყოდა უფალი ამის შესახებ, რომ ეს კარგია თუ არ არის კარგი. აი მაგალითად თუნდაც დღევანდელი დღე, კვირა დღე დადგა. ზოგი წავიდა ტაძარში, ზოგი არ წავიდა. მეტად რას ფიქრობს ახლა უფალი ჩვენზე? კარგია ის საქციელი ვინც წავიდა თუ ის ჯობია ვინც არ წავიდა. და ასე შემდეგ, ყველაფრის შესახებ ადამიანმა ესე უნდა იფიქროს და სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოების ჟამს ადამიანს არაერთი ადგილი სახარებიდან უნდა ახსენდებოდეს მისი ცხოვრების აი ამ მონაკვეთის პარალელური რაღაცა. რომ იქ ესე მოხდა, აბა ჩემთან როგორ ხდება? არა მარტო სახარებისეული, არამედ წმინდა მამათან ცხოვრებიდან, პატერიკებიდან, სხვადასხვა სიტუაცია უნდა გახსენდებოდეს. აი მაგალითად ერთმა ბერმა ყურძენი მიიღო საჩუქრად ერთი მტევანი. მან თქვა რომ მე მოვითმენ, არ შევჭამ სხვას გავახარებ. მეორემაც იგივე თქვა, მანამ მთელი მონასტერი შემოიარა ამ ყურძენი.
ახლა ჩვენ ვიფიქრეთ და ბოლოს მივიდა ისევ იმასთან, ვინც პირველად მიიღო. და წინამძღვარს ძალიან გაუხარდა, რომ ასეთი რამ მოხდა მონასტერში. და ბოლოს თითო მარცვალი ყველა გაინაწილა და ყველა გახარებული და ბედნიერი იყო ამით. ხურძნით კი არა, ქრისტეს გულისთვის რომ ყველა მოითმინა. და ეს ამბავი რო იცი, ეს უბრალოდ მაგალითისთვის მოვიდა. რაღაცას რომ მიიღებ, იფიქრებ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვაზე, იქნებ სხვასაც გაეხარდეს ის. და ესეთი ამბები თუ ბევრი იცი და ყველა თემასთან დაკავშირებით, ყველაფრის შესახებ სწორი ქრისტიანული ჯანმრთელი დამოკიდებულება გექნება ადამიანს და გეცოდინება ქრისტიანი როგორ უნდა იქცეოდეს. და ისიც გეცოდინება, რაშიც ვერ მიბაძე, რომ რა გაქვს გამოსასწორებელი. იმიტომ რომ თუ კაცმა არ იცის რა აქვს გამოსასწორებელი, ის ვერასოდეს ვერ გამოასწორებს. ჯერ უნდა აღმოაჩინო რა გჭირს. და მერე უნდა იზრუნო იმაზე, რა განკურნების საშუალებები არსებობს. და წმინდა მამათან ნაწერებიდან აი ეს მართლაც 2000 წლიანი 2025 წელი გავიდა გამოცდილება წმინდა მამათან. ეს არის ჩვენთვის როგორც საკურნებელი საშუალებები. მათ იმდენი გამოცდილება დაუგროვდათ ეშმაკთან ბრძოლისა, საკუთარ თავთან ბრძოლისა, რომ აი ამ იარაღების უგულებელყოფა და არ გამოყენება ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად დღეს საავადმყოფოში მიხვიდი ადამიანი, განკურნება გინდოდეს და არანაირი არც თანამედროვე და არც ძველი ტექნიკა თუ რაღაცა ხელსაწყოები არ გამოიყენო, დავუშვათ ოპერაცია გჭირდება და არაფერი არ გამოიყენო. და რა უნდა გააკეთო? ვერაფერს ვერ გააკეთო. აქაც იმ სულიერი გამოცდილების გარეშე ადამიანი რჩება უიარაღოდ. იმიტომაც სულ ვამბობ ბავშვებსაც ვეუბნებ, დღეში რაღაცა რამოდენიმე გვერდი წმინდა მამათა ნაწერებიდან წაიკითხეთ, ეს სულიერი სიჯანსაღის საფუძველი. ამის გარეშე ქრისტიანი უბრალოდ თავს იტყუებს, რომ რაღაცა იცის. სინამდვილეში შეიძლება არაფერიც არ იცის. გარდა იმისა, რომ სხვები განიკითხოს. ისე რომ როგორც ნათქვამია, ყველამ თავისი მკვდარი იტიროსო და ყველამ თავისი სული უნდა იტიროს, სანამ ამ სოფელშია, რომ გადაიჩინოს, ესე იგი ღვთისმადლით. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფ. ჩვენთან არის ღმერთი.